დამოკიდებულებას ძალიან კომპლექსური მიდგომა ჭირდება რა. და ესეთი სახალისო ტერმინი გვაქვს. ხო, ქართველებს ამაც გაწყინა ისვე მოგარჩენს ალკოჰოლზე მსგავსი ტერმინი. თან აი ნარკოტიკსაც წამალს მარტო საქართველოში ვიძახით. ეს არის რეაბილიტაციო ცენტრები, ხო მაგასაც ემსახურება რა, მისწავლო მიიღო რეალობა ისეთი როგორიც არის. ეს არის პროცესი, რომელსაც ჩვენ ზენის ფეხს ვდგავთ. ყოველდღიურად თუ არ განვითარდი, რაღაცეები რაც მუშაობდა გუშინ დღეს აღარ მუშაობს ის რაღაცეები. დამოკიდებული ადამიანი არ არის დამნაშავე იმაში დამოკიდებული. აი როგორც სხვას არ შეუძლია მაგალითად ინსულინის დონე დაირეგულიროს, ნებისყოფით ან გაციება მოიგვაროს, ნებისყოფით ან წენება აწიოს, დაწიოს, ნებისყოფით ისე არ შეუძლია დამოკიდებულ ადამიანს ნებისყოფით ამ რაღაცებს გაუმკლავდეს. მოგესალმებით. წარმოგიდგენთ ზენ ცენტრის პოდკასტების სერიას რეჰაბიტაც. მეხუთე ეპიზოდის თემა არის სარეაბილიტაციო პროგრამები და მიდგომები და ნარკოპოლიტიკა. ამ თემაზე ვისაუბრებთ მე, ჯუნა თუთფერიძე, სარეაბილიტაციო ცენტრის ზენის დამოკიდებულების კონსულტანტი და ჩვენი პროგრამული ხელმძღვანელი გიორგი დემეტრაშვილი. მოგესალმებით, გიორგი. მოგესალმებით, ჯუნა. პირველ რიგში მადლიერება მინდა გამოვხატო, რომ შენთან ერთად მომიწე ამ პოდკასტზე. მე ძალიან მიხარია, რომ ერთად შეგვიძლია ამ თემაზე საუბარი. კი. დღეს უნდა ვისაუბროთ სარეაბილიტაციო მიდგომებზე, სხვადასხვა პროგრამებზე და ალბათ დავიწყოთ იქიდან, რომ აი დამოკიდებულებებს ფაზები გააჩნია რაღაც სხვადასხვა. მაგაზე მინდა რომ შენი გამოცდილება გაგვიზიარო. ზოგადად დამოკიდებულება არ მოიცავს მხოლოდ ნარკოტიკს, ალკოჰოლს ან თამაშ დამოკიდებულებას. შეიძლება ვიყოთ დამოკიდებული რავი დილით რო ვიღვიძებ, პირველი რაც უნდა გააკეთო, უნდა შეხვიდე სოციალურ ქსელში და გადაამოწმო ვინმე ხوار მოგწერა რაღაცა ხوار შეიცვალა, რამე ხوار ხდება, ან შეიძლება დამოკიდებული ვიყო სამსახურზე გამიდმებით იმის განცდა მქონდეს, რომ რაღაცას თავს ვერ ვართმევ, ან შეიძლება დამოკიდებული ვიყო საკუთარ აზრებზეც კი, რომ გამუდმებით მქონდეს იმის განცდა, რომ რაღაცა არასაკმარისი ვარ, სუშფოთი მქონდეს, ვაკნინებდე საკუთარ თავს, ან ვამცირებდე და ვეუბნებოდე, რომ შენ რაღაცა არ გამოგიბო. ერთი რაზეც მინდა შევთანხმდე და მე და შენ ვიცი რომ ვთანხმდებით და ზოგადად საზოგადოებას შევუთანხმდე, რომ დამოკიდებულება არ ნიშნავს, რომ ადამიანს ან ნებისყოფა არ აქვს, ან ცუდია, ან რაღაცის გაკეთება არ შეუძლია. ეს არის აბსოლუტურად ჩვეულებრივი დაავადება, როგორც სხვა დაავადებები და ამის გაკონტროლება, როგორც სხვას არ შეუძლია, მაგალითად ინსულინის დონე დაირეგულიროს, ნებისყოფით ან გაციება მოიგვაროს, ნებისყოფით ან წენება აწიოს, დაწიოს, ნებისყოფით ისე არ შეუძლია დამოკიდებულ ადამიანს ნებისყოფით ამ რაღაცებს გაუმკლავდეს. ეს არ არის არც ვაშკაცი არ ხარ გაუწელი და არც ის არ არის რომ შენ სუსტი ხარ რომ ამ რაღაცებს ვერ უძლებ. რაც შეეხება ეტაპებს და ფაზებს, პატარა მაგალითი. ბოდიში, სანამ მაგაზე გადავალთ, რაღაცა უნდა ჩაგეკითხო, რომ ძალიან ხშირად მესმის ხოლმე და ხდება ეს თითქოს აი მე გვეკამათებია ამ თემაზე. ვაი თავიდან რომ დავიწყეთ, რომ ტელეფონი ჩავხედო, ვინმე ხوار მომწერა ან ემოციებზე, ფიქრებზე. აქედან მოდის ხოლმე ხალხისგან, რომ მაგითი რა ვინმე ხوار ვაზიანე რა, ანუ ჩემი პრობლემაა და თითქოს როგორ იცი, რომ ეს ისეთი დიდი პრობლემა არ არის. არა უშავს, რომ ეს მაქვს რა და აი მაგაზე მინდა კიდე თუ გაქვს რაღაცა. როგორც ის ადამიანი, რომელიც დილით მოუსვენრად იღვიძებს და ტელეფონს სკროლავს იმ იმედად, რომ რაღაც ახალი აღმოაჩინოს, ისეთ ზიანს აყენებს, როგორც სხვა დამოკიდებული. ანუ თვითონ ნარკოდამოკიდებულის ყველაზე დიდ ზიანს დედას ან მამას კი არ აყენებს. აყენებს საკუთარ თავს, იმიტომ რომ ინადგურებს პირველ რიგში საკუთარ ბიოლოგიურ მხარეს, ფსიქოლოგიურ მხარეს, სოციალურ უნარებს და შინაგან სამყაროს. ზუსტად იგივენაირად ზოგადად სკროლვა და ონლაინ სივრცე მოისაზრება როგორც დოფამინების ხაფანგი. რაღაცა სისტემაც ისეა საინტერესოდ შექმნილი. რაღაცა ვიდეოს უყურე, რომელი ვიდეოც მოგეწონა, ცოტა დიდხანს გაჩერდი ამ ვიდეოზე და მე სისტემა გიგდებს მსგავსი სახის ვიდეოებს. შენც კიდე ელოდები იმ პირველ ვაუ საინტერესო ეფექტს, რომელიც პირველი ვიდეოს ნახვის დროს ქენი. რა მნიშვნელობა აქვს მე რა მაქვს აკვიატება და რა მაქვს ობსესია. თავარია ის რომ მას უყურეს მოусვენრად გძნობ რაღაცის გამო თავს. განსხვავებები ის არის რომ ნარკოდამოკიდებული რომ ბიოლოგიურ ასპექტზე ზიანს აყენებს საკუთარ თავს, ვიცი ჰეპატიტით, შეიძლება ფსიქოლოგიური ბევრი პრობლემა შეექმნეს, სოციალურად ინგრევა, შინაგან სიცარიელეს განიცდის, შეიძლება სკროლვის დროს მსგავსი ასპექტები არ დაგემართოს, მაგრამ მთავარი აზრი რა არის? საკუთარ ცხოვრებასა და ნებაზე კარგავ ძალას.
ვერ წვიტავა ხა შენი არჩევანი არ არის დილით ადგე და ტელეფონით ჩაიხედო თუ არ ჩაიხედო მიეჩვია და შენ და უნებურად აკეთებ ამას ნარკოდამოკიდებულის არჩევანიც არ არის რომ მან ნარკოტიკები მოიხმაროს უბრალოდ ესე ისწავლა გადარჩენა ამ ხერხით ისწავლა საკუთარი შინაგანი სიცარიელის მე შევსება ნარკომანია, ალკოჰოლიზმი, ლუდომანია ყველაზე დამანგრეველი გამოვლინებებია დამოკიდებულების. გამოვლინებები, აი ამას მინდა რაღაცნაირად ხაზი გაუსვა რა და აი ის სკროლად სამსახურზეც მიძაჭულობენ ადამიანები არიან, რა ცხოვრობენ რა იქ ისე აქვს მოწყობილი რომ იქ მიდის, იძინებს, იმიტომ რომ სამსახუროდ არ შეუძლია. კაი, არ ანგრევს რა კარგია, მუშაობს, ნუ ესე გარედან წარმატებულია, მაგრამ იმ ადამიანის შინაგან სამყაროში რა ხდება, ხო? მე ამას სინათლე სადღაც ვსაუბრობდი და აი ცოტა ისე სპორტსმენებსაც შევეხი რა, ძალიან კარგია, ხო, ადამიანი ვარჯიშობს და რაღაც წარმატებას აღწევს, მაგრამ რომ ამთავრებს მე რაღაც კარიერა უფიქს მიაღწევს რაღაც ასაკამდე, ის რო ეცლება, აი მე უკვე სხვა პრობლემების წინაშე დგება და ძალიან ბევრი შემთხვევები არის, რომ ან ალკოჰოლიზმით, ან დეპრესიული მდგომარეობა, ან ნარკომანიით მე ხდება ჩანაცვლება იმ ემოციების, რასაც იღებდა თქვათ ეგრეთ წოდებული ჯანსაღი ცხოვრებით, მაგრამ ის არ იყო ის ჯანსაღი ალბათ, ხო? აი ამის მიღება, დამოკიდებულება მინდა სულ მივიტანო ადამიანებს, რომ არ არის მარტო რაღაცა კონკრეტულის მოხმარება. უბრალოდ დღეს რადგან ყველაზე დამანგრეველი არის გოჯახდი იპარაოს, ხო ადამიანია, რაღაც სახლის გაყიდვა უწევს, რაღაცა საშინელებების ჩადენა უწევს, რომ რაღაცა თანხა იშოვოს და წავიდეს ან ნარკოტიკი იყიდოს, ან თამაშობს ან ალკოჰოლი იყიდოს, რა თქმა უნდა, უფრო შესამჩნევია რა. მაგრამ რომელიც ისეთი ძალიან შესამჩნევი არ არის. მინდა ვთქვა, რომ ეგეც არანაკლებ დამანგრეველია თვითონ ადამიანისთვის და მე ნელ-ნელა აისახება ალბათ გარშემო მყოფებზეც, რომ ეხლა ერთი ადამიანი თუ ცუდად არის ემოციურად, ის ალბათ სხვასაც აზიანებს რა. ესე ვფიქრობ მე და მაინტერესებს შენი აზრიც ამასთან დაკავშირებით. კი ბატონო, აი ეს დაახლოებით ესე რომ შევხედოთ არსებობს მსხვილი ფულადი დანაკარგი და მსხვილი ფულადი დანაკარგი. საბოლოო ჯამში ერთიც და მეორეც დანაკარგია, ერთიც და მეორეც საზიანოა ადამიანისთვის. გააჩნია ვისთვის რა არის მსხვილი და ვისთვის რა არის მცირედი. ხო, ნარკოდამოკიდებული ესე არ აღიქვავს, იმიტომ რომ ბევრი რაღაც ფსიქოლოგიური დაცვის სისტემები მუშაობს მასთან და ესე რო აღიქვას, რომ რაღაცა დიდი დანაკარგი აქვს, ვერ აღიქვავს. თუნდაც სოციალური წნეხის გამოც. ეხლა მინდა იმ საკითხს დაუბრუნდე, აი ბავშვის მაგალითი მოვიყვანოთ ძალიან მარტივად ცხერს და მე როგორ აისახება ეს მიჯაჭულობებზე შედარება რო გავაკეთოთ. ბავშვი რომელიც პირველად გასინჯავს შოკოლადს, ტკბილეულს, იგრძნობს მოზღვავებული ენერგიას, ინსულინის დონე აეწევა, გამოიყოფა დოფამინის დიდი რაოდენობა თავის ტვინში, მხიარული ხდება და შეუძლია, რა ვიცი, 5-6 ფუძლიანი ლექსიის სწავლოს იმის იმედად, რომ ამის შემდეგ შოკოლადს მიიღებს, შეუძლია ტირილი მორთოს იმ იმედად, რომ შოკოლადს მიიღებს და შეიძლება, რა ვიცი, საკუთარი ნივთები დაალაგოს იმ იმედად, რომ შოკოლადს მიიღებს. ანუ ბავშვი პირველივე შოკოლადის გასინჯვიდან ხდება შოკოლადზე მონადირე. ზუსტად იგივენაირად იწყება დამოკიდებულებას. ყველაფერი ხო გასინჯვით იწყება, ესე ხო არ არის? არ მოიხმარა ადამიანმა და ნარკოდამოკიდებული. ნუ სანამ მოიხმარს იქამდე აქვს წინაპირობები დამოკიდებულების, მაგრამ ამ ბავშვით არის. პირველად რომ გასინჯა ადამიანმა იმანაც რაღაც გათავისუფლების განცდა იგრძნო, თითქოს რაღაც სუპერ გმირის მოსასხამი მოირგო, რაღაცა სტრესი მოიხსნა, თუ მაგალითად უჭირდა გოგოსთან ურთიერთობა, ეხა პირიქით ბევრ გოგოსთან შეიძლება კონდეს, ან პირიქით ურთიერთობა, თუ მაგალითად უჭირდა რაღაცა საკუთარი ემოციების გამოხატვა და ჩაკეტილობა ქონდა, პირიქით გათავისუფლების განცდა მისცა და ესე იწყება დამოკიდებულება. ეხა ისე იმ ბავშვს რო დაუბრუნდეთ, რომელსაც მოდი ცოტა მეტი შოკოლადი მივცეთ და ცუდად გახადა შოკოლადი. რაც არ უნდა მისთვის საყვარელი შოკოლადი მისცე, გეტყვის რომ არ უნდა, იმიტომ რომ ნუ ეხ თავის ტვინსია დამოკიდებული გვაქვს რაღაც პრეფრონტალური ქერქი, რომელიც გადაწყვეტილებებზე იღებს და პასუხისგებლობებზე იღებს პასუხისგებლობას და ნუ სტოპს ეუნება რა ბავშვს, რომ ეხა ამ შოკოლადს რო შეჭამ, მუცელი უფრო ძლიერად აქტივდება, ამიტომ არ უნდა. მაგრამ მუცელი როცა გაუვლის, რასაც უბრუნდება, ისევ არის ეს შოკოლადი. ზუსტად ისეა ნარკოდამოკიდებულებას, ალკოდამოკიდებულებას, თამაშდამოკიდებულებას. რაღაცა ტკივილი შეიძლება იყოს სტიმული იმისა, რომ დროებით თავი შევიკავო. დროებით თავშეკავება არ ნიშნავს გამოჯამთელებას. თავშეკავება არის უბრალოდ თავშეკავება. მაგრამ როგორც კი ის ტკივილი უვლის, იმის мотиваცია ქრება, რომ ახლიდან დაიწყოს ახალი ცხოვრება და უბრუნდება
მოხმარებას. ეს არის პირველი ორი ეტაპი დამოკიდებულების. ამ ორ ეტაპს ხშირად მოყვება მესამე ეტაპი. მესამე ეტაპი ესე გვერდიდან რო შევხედოთ, ახლა პირველ ეტაპზე თუ გავსინჯე და რაღაცა ეიფორია მომცა, მეორე ეტაპზე უკვე მე თვითონ ვცდილობ, რომ შევიქმნა ისეთი სიტუაციები, დღესასწაულები იქნება ეს, მეგობრებთან ერთად გართობა იქნება ეს, თუ უბრალოდ ჩაძინებისთვის, ან ხიარული მდგომარეობისთვის რაღაცის მოხმარება, რომ გავიგე რა, ხა თან ისიც გავიგე, რომ რაც უფრო დოზას გავზდი, მით უფრო ხასიათი შემიძლია გავაკონტროლო ამ ყველაფრით. აი მესამე ეტაპი უკვე ჩემზე აღარ ხდება დამოკიდებული. უკვე როგორ რაღაცა იცი, რომ უკვე სახში რო ვინახავ იმისთვის, რომ აბა ხვალე რამე შველება, დილის პახმელიაზე რომ უნდა გამოვიდე აუცილებლად, ან უკვე დღესასწაულების რაოდენობა რომ გაიზარდა და უბრალოდ ამინდი რომ საკმარისია იმისთვის, რომ აი დასალევი ამინდია, წვიმიან ამინდში, მზიან ამინდში, რა მაგარი ამინდია დალევდა კაცი. მესამე ეტაპამდე ალბათ ისე მიდის ადამიანი, დიდად ვერც ხვდება, ხო, ვერც აღიქვავს, რომ რაღაცა შეიძლება პრობლემა იყოს და უცბად თუმე სადაოა, რომ ყოველდღიურ რეჟიმში გადადის მოხმარება და მისთვის ხოვობს, რომ უკვე ადამიანი პრიორიტეტი მთავარი ადამიანის ხდება მოხმარება, ხო? მესამე ეტაპამდე არც ტკენია დიდად არაფერი. პრობლემებიც არ შეუქმნია. არა, მესამე ეტაპი რო პრობლემებს ქმნის, დიდად ეხა ისიც კი არ ჩანს ხოლმე. რა ხანდახან შეიძლება გაიაროს ადამიანის გონებაში, რომ რამე ხმარა არა. ეს ამის გამო არა. მე უკვე ყველაფერი სხვისი ბრალი ხდება. უკვე ხდება ვიღაც სხვა ადამიანებიდან დამნაშავე რომის პრობლემებში. ან რაღაცა ისე არ მოხდა, როგორც უნდა მოხდარიყო, ან ვიღაცა ისე არ მოიქცა, როგორც უნდა მოქცეულიყო და ეს პრობლემები მაქედან წარმოიშვა თუ რა შუაში არ ნარკოტიკი, ან თამაში, ან დალევა, ხო? ხშირად შევხვედრივართ ეგეთ кейსებს, ასე ვთქვათ, რომ ყველაფერი არის სხვისი ბრალი და არა დამოკიდებულების ან რაღაცის მოხმარების. მესამე ეტაპის მერე რა ხდება? მესამე ეტაპს კიდე საინტერესო ის აქვს, დილით რო იღვიძებ, უკვე დანაშაულის ან სირცხვილის გრძნობა გაწუხებს და აი მაგალითად მოვიხმარ, იმიტომ რომ ეს სირცხვილის გრძნობა გავაქრო და ვაქრობ, იმიტომ რომ მოვიხმარო, ხო, უკვე გავიღვიძე და შეიძლება ვნანობდე იმას გუშინ რა გავაკეთე, დედას როგორ დაველაპარაკე, რა ვიცოლს როგორ დაველაპარაკე, იქ იმას ის რატო დაუთმე და ბევრი აზრი მოგდის თავ. შეიძლება საერთოდ არ გახსოვდეს და ესეც კი მტკივნეული იყოს შენთვის. მეოთხე ეტაპს ჩვენ მოვისაზრებთ და ზოგადად ტერმინოლოგიურადაც ესე ქვია, ვეძახით მონობის ეტაპს, უკვე ვერანაირი კონტროლი ვეღარ მაქვს საკუთარ თავსა და ცხოვრებაზე. აღარანაირი მოხმარება, სიამოვნებას აღარ მანიჭებს, უბრალოდ ერთი აზრი მაქვს, რომ მე ფუნქციონირებისთვის მჭირდება რამე, რომ მოვიხმარო, რომ ეს თავში რომდენი ხმები მესმის, რომ აი ვერ შეძელი, კაი მე რამდენით, როგორით ვერ დაიღალე და ეს თვით შეფასება ყველა წარუმატებელი მცდელობის შემდეგ დაბლა და დაბლა რომ მეცემა, ერთადერთი რაზეც ვფიქრობ, რომ ეხა ამ მდგომარეობიდან გამომიყვანს, არის ისევ მოხმარება. თან ესეთი სახალისო ტერმინი გვაქვს, ხო, ქართველებს ამაც გაწყინა ისვე მოგარჩენს ალკოჰოლზეა მსგავსი ტერმინი. თან აი ნარკოტიკსაც წამალს მარტო საქართველოში ვიძახით, თორე ყველგან ნარკოტიკია და არა წამალი. აქ კიდე საფეხურები აქვს თავისი, რა არის ტრამპლინი ნარკოტიკები, მაგალითად მარიხუანას რატოღაც ყველა ეძახის სუბუქ ნარკოტიკს და ჩამონათვალს რო გადავხედოთ, იმდენ ფსიქიკურ პრობლემებს იწვევს, ისეთი დემოტივირებული და უმოქმედო ხდება ადამიანი, რომ არაფრით არ ჩამოუვარდება სხვა ნარკოტიკულ ნივთიერებებს. ჩვეულებრივი ნარკოტიკია, როგორც მარიხუანა, ისე ალკოჰოლი, საფთიაქო პრეპარატები და კლუბური საყვარელი კლუბური ნარკოტიკებიც. ყველაფერი არ არსებობს, ეს დაყოფაც არ ვიცი ვისი მოგონილია, მაგრამ იმ ადამიანების ვისაც ჩემს უბუქება უნდა იმის თავის მოხმარების, ხო, ეს უბუქია, ესა ის მძიმეს არ მოვიხმარ, მარტო სუბუქს მოვიხმარ და პრობლემებს არ ქმნის, იმიტომ რომ სუბუქია უკვე თვითონაც სიტყვა რა მოხდა რომ სუბუქი ნარკოტიკი, სუბუქი ეგრეთ წოდებული იწვევს ყველა მართლა ზიანს, რომ შეიძლება კი არა და ძალიან ბევრ შემთხვევაში გამომსწორებელი ზიანის მომდანია ხო. ეს ეგრეთ წოდებული სუბუქი ნარკოტიკი, ამიტომ ეგ დაყოფაც მოვიცი ვიძახი რომ არ არსებობს ეგეთი დამეჯნა იმის ნარკოტიკების სუბუქის და ნაკლებ სუბუქის და ძლიერის. საინტერესო ის ახსენე, აი მონობის ეტაპი მეოთხე რა, ნამდვილად ადამიანი თავის თავს აღარ ეკუთვნის. всё, მორჩა მან დამთავრდა ყველანაირი თავის უფლება, იქ უკვე ნამდვილად არის მონა
დამოკიდებულების რა თვითონ ამ დაავადების მონახდება და რაზეც რაც არის მისი გამოვლენა დამოკიდებულების ავადმყოფობის ზუსტად აი ნარკოტიკის ან თამბაქის ან ალკოჰოლის უკვე უკვე თავისით გადაწყვეტილებას ვეღარ იღებს. რაც თითქოს ის მართავს რა ადამიანების ცხოვრებას, მე გარი ალბათ ბოლოს აფეხური. მის ცხოვრებაში ხდება პრიორიტეტიზაცია, საკუთარ თავს ჯანმრთელობას, სიცოცხლეს, საყვარელ ადამიანს, ფსიქიკურ მდგომარეობას, ცოლს, დედას, შვილს, მამას, დას, ძმას და ასე შემდეგ. არ უნდა უწევს ცოტა გვერდზე გაწიოს, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს რეპტილიური ტვინი. რეპტილიური ტვინი ყოველთვის გვეუბნება, რომ გადარჩი. და გადარჩენის ერთ-ერთი წყარო ხდება ისევ მოხმარება, ამიტომ გან არ უყვარს ეს თავისი ოჯახის წევრები. უბრალოდ პრიორიტეტებს ვეღარ აკეთებს. მოტივაცია სულ აქვს ადამიანს. უბრალოდ მოხმარების პერიოდში სხვა მიმართულებით მიდის ეს მოტივაცია. რეალურად გადარჩენისთვის ჭირდება დამოკიდებულ ადამიანს რომ მოიხმაროს და გააკეთოს ის, რასაც აკეთებს. და არ არის მისი არჩევანი და არც ბრალი და თავიდან ახსენე რომ არც მორალთან ის პრობლემები არ აქვს დამოკიდებულ ადამიანს. უბრალოდ ჭირდება რომ გადარჩეს. სხვა გზები კიდე არ იცის რა. ზუსტად მინდა ეხლა გადავიდეთ აი ამ გზებზე, რასაც რეაბილიტაცია ქვია, ხო? კარგი პირველი ეტაპი თქვა ნარკომანებისთვის და ალკოჰოლიკი ადამიანისთვის არის დეტოქსიკაცია, რომ ფიზიკურად გაიწმინოს და ეს არის რაღაცა პატარა ნაბიჯი ძალიან, მაგრამ აუცილებელი რომ დაიწყოს გამოჯამრთელება. მერე შემდეგი ნაბიჯები, რაც ყველაზე მთავარია, არის რეაბილიტაცია, ხო? სარეაბილიტაციო პროგრამებზე რო ვისაუბრებთ. ოკეი, მოდი ახლა ესე შევხედოთ შენ დეტოქსი ახსენი და სიტუაციას ცოტა გვერდიდან შევხედოთ. მაგალითად, რავი, მერტმა ყველა დაიფაროს ჩემ თავზე ვიტყვი. მე მოვყევი ავარიაში. ჩავთვალოთ დეტოქსი არის ექიმი, რომელმაც იმ მომენტში გამიკეთა რავი, ოპერაცია. მე ამ ოპერაციის შემდეგ მე აუცილებლად მჭირდება აღდგენა, რომ ჩემმა ფეხმა თუ მოტეხილმა ხელმა ისე შეძლოს ფუნქციონირება, ხო? ანუ უბრალოდ ოპერაცია ვერ დამეხმარება. პროცედურა, რომელიც გადაჯაჭვული უნდა იყოს. იმიტომ რომ მედიცინა მიაღწია იმას, როგორ შეგიმსუბუქოს ტკივილი, მაგრამ მედიცინას არ მიუღწევია იმისთვის, როგორ აღმოფხვრას ეს პრობლემა. ამისთვის არსებობს სარეაბილიტაციო ცენტრები და რეაბილიტაცია სიტყვაც შევთარგმნოთ აღდგენას ნიშნავს და არა რაღაცა სხვას. ჩვენ გვაქვს ორი პროგრამა, ერთი არის ინტენსივი, ზენ ინტენსივი და ერთი არის ჩვეულებრივი სარეაბილიტაციო კურსი. ზენ ინტენსივსა და კურსში განსხვავება არის, ინტენსივი მოიცავს 28 დღიანი სტაციონარული პროგრამაა, სადაც ადამიანები სრული დატვირთვით გადიან ინტენსიური მუშაობით, სწავლობენ როგორ გაუმკლავდნენ სტრესს, როგორ გამოიყენონ ესა თუ ის ფსიქოლოგიური ინსტრუმენტები და ორივე შემთხვევაში ჩვენი მიზანი არის საბოლოო ჯამში ადამიანმა შეძლოს მოხმარების გარეშე ფუნქციონირება და ბედნიერად ცხოვრება. ინტენსივი არის განკუთვნილი ადამიანებისთვის, რომელმაც რაღაცა სტრესის ზემოქმედების ქვეშ დაიწყო მოხმარება. არც თუ ისე დიდი ზიანი არ აქვს ამ მოხმარებისგან მიყენებული, ხო, როგორც ბიოლოგიური, ასევე ფსიქოლოგიური, ასევე სოციალური უნარები არ აქვს ძალიან გათელილი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის, ძირითად შემთხვევაში ადამიანები რეაბილიტაციაში მოდიან გარე მოტივაციით, იმიტომ რომ ოჯახში პრობლემები შეექმნა, იმიტომ რომ ფიზიკურად ვეღარ ფუნქციონირებს, იმიტომ რომ ვიღაცა მანქანა შეპირდა, იმიტომ რომ ცოლი გაგშორდება თუ შენ გამოჯანმრთელებას არ დაიწყებ. ინტენსივში ადამიანი ვერ მოხდება, თუ მას არ აქვს შიდა მოტივაცია, თავისი სურვილი თუ არ აქვს, რომ დაიწყოს გამოჯანმრთელება და მარტო სტაციონარი არ არის, ამბულატორიულად გრძელდება ინტენსივი 28 დღის გავლის შემდეგ ამბულატორიულად გრძელდება პროცესი ჩვენი ზენ ცენტრის დღის ცენტრში და ეს ამბულატორია მოიცავს მერე სამომავლო დახმარებას, რომ რესოციალიზაცია შეძლოს ამ ადამიანმა და ის ქილები, რაც სტაციონარში ისწავლა, გადაიტანოს ყოფით ცხოვრებაში. აი რაღაცა ის არის რეაბილიტაციაზე და სარეაბილიტაციო ცენტრებზე, რასაც მე დავაკვირდი და ხალხთანაც რომ აქ შეხება, რაღაცა თითქოს აი სირცხვილი იყოს, რომ სარეაბილიტაციო ცენტრში მიდის ადამიანი, ცოტა ისევ ეს დამალვა, რომ აი ხა მე სარეაბილიტაციო ცენტრი რაში მჭირდება. მე კიდევ ვფიქრობ, რომ რა ვიცი, ყველა ადამიანი წელიწადში, წელიწადში ერთხელ მაინც ერთი თვე რო სარეაბილიტაციო ცენტრში წავიდეს, არა აქვს მნიშვნელობა ის მოხმარებაშია თუ არა, აი რაც ახსენე, ხო ემოციური რაღაცა
ამდენი ხო ესეთ სამყაროში მსხვერპლ ყველაფერი როგორი აჩქარებული რეები ხდება ხო ადამიანი ყველა ვარიანტში იღებს სტრესს ამ სტრესის მიღება გადამუშავება ეს სიმშვიდის შენარჩუნება რთული ხდება რა აი ეს არის რეაბილიტაციო ცენტრები ხო მაგასაც ემსახურება რა ისწავლო მივიღო რეალობა ისეთი როგორიც არის ამ სტრესებს გაუმკლავდე ყველა რაღაცა ზედმეტი რაღაც ჩარევების გარეშე რა ანუ ჩარევებს ვიძახი რაღაცა საფთიაქო წამლების მიღებასაც კი იღან ალკოჰოლით ხო ალკოჰოლის დარისთვის იყენებენ დამშვიდებისთვის რომ ეს სტრესი მოვიხსნა რაღაცა გავიქცე თუ ამის გარეშეც თუმე შესაძლებელია და მაგას სწავლობს როცა რეაბილიტაციო ცენტრში ადამიანი და რაღაცა მე უფრო ადვილი ხდება დღევანდელ ცხოვრებაში ფუნქციონირება ისე რომ რაღაცა სიმშვიდე შეინარჩუნე რა ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი რამეა ცხოვრებაში სიმშვიდის შენარჩუნება ხო და ეგ რაღაცა მაგისი დანგრევაც მინდა ამ სტიგმის რომ რეაბილიტაცია სირცხვილია ადამიანისთვის რეაბილიტაციო ცენტრი დაჭირდავს შო ესე იგი აი რა დღეში ყოფილა რა ეგ მინდა რომ რაღაცნაირად ისე მივაწოდოთ ხოლმე ინფორმაცია ადამიანებს ნელ-ნელა რომ პირიქით რეაბილიტაციო ცენტრში წავსვლა სირცხვილი კი ძალიან კაი რამე არის რა იმიტომ რომ მაგალითიც არის სხვა ადამიანებისთვის ვინც ვერ გავს ამ ნაბიჯს რაღაცა მე რო გადავდგავ სიტყვაზე შეიძლება რაღაცა სტიმულიც მივიცე რომ არაფერი ის არ ყოფილა ხო არ სირცხვილი და არც დანაშაული ან რაღაც ჩამოწერილი ადამიანი არა ვარ თუ რეაბილიტაციო ცენტრი მჭირდება და ეს 28 დღიანი პროგრამაც რაღაც თითქოს გონია რომ მაგასაც ემსახურება რომ არ არის იქ მარტო რომ ძალიან ალკოჰოლი მოდიოდეს ან შეიძლება ემოციურად უბრალოდ რაღაც არასტაბილური მდგომარეობა ქონდეს რა და აი 28 დღე გამარტოება მოწყვეტა ამ რაღაცა რეალობას და საკუთარ თავზე მუშაობა ძალიან დიდ რამეს მიცემს ადამიანს რომ ემოციურად დაალაგდეს რა ხო ემოციურად ხო ემოციური პრობლემების შემდეგ მივდივართ იქამდე ნებისმიერ რაღაცა გამოვლებამდე დამოკიდებულების რა ხო ემოციურ დაავადებასაც ეძახიან დამოკიდებულებს რა კი, გაჩნდა სირთულე, მე სირთულე ვერ გადავამუშავე და დავიწყე გაქცევა. გაქცევა შეიძლება იყოს ალკოჰოლით, ნარკოტიკით, თამაშით და აი თუნდაც იმ სკროლით, რაც დასაწყისში აღვნიშნე. მნიშვნელობა არ აქვს შენ, რაც არ უნდა მაგარი მორბენალი იყო, შენ თავს მაინც ვერსად ვერ გაიქცევი. რავი, შეგიძლია საფურე გაიკეთო, თვალ შეიღებო, ტატუები გაიკეთო მთელ სახეზე, რაც გინდა ის გააკეთო, საკუთარ თავს და აზრებს მაინც ვერსად ვერ გაიქცევი. აი ესე ტერმინი არსებობს ადრე თუ გვიან აუცილებლად მაინც ყველა ანებებს თავს და მიეცი შენ თავს შესაძლებლობა რომ ეს სიცოცხლეში შეძლო. მაინც მოგიწევს ამ რაღაცის თავის დანებება. სტატისტიკის მიხედვით არის 96% სოფლიო მასშტაბით რომელიც ვერ აანალიზებს რომ პრობლემა აქვს. და ეს პრობლემა არის მოხმარება. ეხლა ატო ვერ აანალიზებს ცოტა მხატვრულად რო აღწევთ ეს ყველაფერი მონობის ეტაპი ვახსენეთ რა და რომ წარმოვიდგინოთ ცოტა ბრუტალურად კი ჟღერს, მაგრამ წარმოვიდგინოთ მონოთ ფლობელი რომელსაც საუკეთესო მონა ეუნება იცი რა მე ხა უნდა წავიდე და აუ ჩემი ცხოვრება უნდა დავიწყო აბსოლუტურად ყველანაირად და ყველაფერს ეცდება იმისთვის რომ არ დაკარგოს ეს რო ვიცი მონა აქ იწყება ეს თავდაცვის მექანიზმები. თავდაცვის მექანიზმი არის უარყოფა, რომელიც მე არ მაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ გადავხედოთ საკუთარ ცხოვრებას და გავუსწორო თვალი რეალურ პრობლემებს. აი რეაბილიტაციაში წასვლა სირცხვილია რო ახსენე, მე ძალიან ბევრი ბენეფიციართან მქონია შეხება და არის რომ იცი რა, ჩემი შვილი გერმანიაშია სამუშაოდ წასული, ან რავი, დამაც არის ის რომ რეაბილიტაციის კურსს გადის, ან რავი, დედამ არის ის რომ რეაბილიტაციის კურსს გადის. რეაბილიტაციას ესე ნუყურებთ, რომ იქ არიან ადამიანები, რომლებიც ნარკო პრობლემით არიან და ისინი საშინელი ადამიანებია. პირიქით, ხანდახან მე თვითონ მავიწყდება ხოლმე, რომ ადამიანებს აქვთ რაღაცა ნარკო დამოკიდებულების პრობლემები, იმიტომ რომ ისეთი პასუხისმგებლიანი, ისეთი საყვარლები, ისეთი თბილები და ყურადღებიანი არიან, რომ ამას ოჯახის წევრებს მე რო ვეუნებით, ან თვითონვე უკვე გამოჯამთელებულს რო ხედავენ ხოლმე, თვითონვე არიან შოკში, რომ ამას საერთოდ არ მოველოდით. რეაბილიტაცია არ ნიშნავს, რომ იქ ვსწავლობ ჩვენ ნარკოტიკზე თავის დანებება. რეაბილიტაცია პიროვნული განვითარება. რა სწავლობ, ანუ ჩვენი მიზანია შენ გახდე შენივე თავის 20%-იანი ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, დედა, მამა, ცოლი, შვილი, აბსოლუტურად ყველაფერი, რომ მოირგო მე შენი ცხოვრება, ვერსად ვერ გაიქცევი, ხო? ან ფეხს უბავ ამ ყველაფერს, ან მიდიხარ და მიდიხარ ჭაობისკენ.
ეს არის ამას აძლევ ინტენსიური მუშაობა რატოა? იმიტომ რომ ძირითადი მიმართულებები ინტენსივში რაც გავს, კი არის შემეცნებითი სესიები, სტრესის გამძლე სესია, DBT და CBT თერაპიებია, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის სამინისტრო აღიარებს თუ ეს ორი რაღაც არ გვაქვს შეტანილი გამოჯამთელების პროცესში, იმას არ აღიარებს როგორც რეაბილიტაციას და მე ვიცი და ფაქტით სახეზეა რომ ზენი არის მაგალითი იმისა, როგორი უნდა იყოს რეაბილიტაცია. რატო გახდა საჭიროება საიდან წამოვიდა ეს 28 დღიანი პროგრამა, რა გამოცდილებას ეფუძნება და მე ვიცი რომ აღარ მახსოვს ქვეყანა, შეიძლება ამერიკაში არის ეს რომ ეს 28 დღიანი პროგრამა, რომელსაც უკვე ის სადაზღვევო აფინანსებს რა. ხო და აი შენი ინფორმაცია რატო ხდება ეს და ინტენსივის იდეა დაიბადა ჩვენი დაკვირვებით ადამიანები არიან ინდივიდუალურები და ინდივიდუალური პრობლემები აქვს ამა თუ იმ ნარკოტიკების გამომიყენებული. მაგალითად, როგორც აღნიშნეთ, ხო არიან ადამიანები, ვინც უბრალოდ ავტოკატასტროფაში მოყვა და სტრესის გამო პირობითად ექიმა დაუნიშნა რაღაცა ნივთიერება. ტკივილი გამაყუჩება, რომელზეც გახდა მიჯაჭვული, რომელსაც არც თუ ისე დიდი ფსიქიკური პრობლემები არ აქვს, იმიტომ რომ ინტენსივში ვერ მოხდება ადამიანი, როგორც თქვით, ხო, DBT, CBT შემეცნებით სესიები, ვისაც კოგნიტური პრობლემები აქვს. თუ მას უჭირს და გონებრივი აღდგენა ჭირდება, კოგნიციის აღდგენა ჭირდება, ვერ გაივლის ენ ინტენსივს და ახლა უყურე ჩვენ ეს ორი ტიპაჟი ადამიანების ერთად რომ მოვახვედროთ, ცოტა უჭირთ მე ერთად ესე გამოჯამთელება. ამიტომ ეს იდეა დაიბადა იქიდან, რომ ადამიანები არსებობენ, რომელსაც ნაკლები ზიანი აქვთ მოხმარებისგან მიყენებული და სწრაფი კურსი ჭირდებათ იმისთვის, რომ დაუბრუნდნენ და ალღვაუყონ ისევ იმ ცხოვრებას, რაც ჰქონდათ სულ ცოტა ხნის წინ. ეხლა ეს ცოტა ხანი შეიძლება ვიღაცისთვის 5 წელი იყოს, ვიღაცისთვის 2 თვე იყოს. ესეც ცოტა ინდივიდუალურია. ამიტომ რო არ გამოგვეპაროს რაღაცა სპეციალურად იმისთვის, რომ მოხდეს ადამიანი ინტენსივში, შეიქმნა სპეციალური კითხვარი, რომელიც პირდაპირ ხაზს უსმევს, არის თუ არა ადამიანი განკუთვნილი ინტენსივისთვის. მზად არის თუ არა პროგრამით დაიწყოს გამოჯამთელება რა შენ ახსენე 28 დღე მაინც არის პირველი მოსამზადებელი რა მე ეს პროცესი ამთავრდება რომ შეცდომაში არ შევიდეს პირიქით აქედან იწყება გზა კიდე მეორე 28 დღე არის ბარგის ჩალაგება მე უნდა დავიწყოთ მოძრაობა სამოგზაუროდ მე არის იწყება მოგზაურობა კი ბატონო მეორე პროგრამაზეც ვისაუბროთ ერთი ორი სიტყვა თქვა რომელიც უფრო ცოტა გრძელვადიანია და სხვანაირ მეთოდებზეა დაფუძნებული, ხო? მეორე პროგრამა განკუთვნილი ადამიანებისთვის, ვისაც ბევრი მცდელობა ჰქონდა მაგალითად გამოჯამთელების დაწყება. რამოდენიმეჯერ იყო, აი თუნდაც დეტოქსი რო ახსენე, დეტოქსზე შეუქმნა ბიოლოგიური პრობლემები, ღვიძლი ვეღარ ფუნქციონირებს, სისხლის მიმოქცევა აღარ უარგა, შეუქმნა ფსიქოლოგიური პრობლემები, უძილობა, აპიატებული აზრები, გახდა უკვე სტრესთან როგორი დამოკიდებული იცი ნებისმიერი სტრესი იმისთვის არის ვიცი კარგი ალიბი რატომ უნდა მოიხმაროს აქვს სოციალური პრობლემები შეიძლება დაკარგა სამსახური შეიძლება აქვს ოჯახური პრობლემები არ მონაწილეობს რაღაც ბავშვის აღზრდაში იმაში და ასე შემდეგ და ასევე განიცდის ეგზისტენციალურ კრიზისს ადამიანი ვერ ფიქრობს ვინ არის რა უნდა საით მიდის რა სამომავლო გეგმები შეიძლება ქონდეს გაქრა რა ეს იმის ცხოვრებიდან იმიტომ რომ ეს მეოთხე ეტაპს რო შევეხეთ ცოცხლობს იმიტომ რომ მოიხმაროს და მოიხმარს იმიტომ რომ იცოცხლოს ეს კურსი არის მათთვის განკუთვნილი ზოგადად დადასტურებულია რომ მხოლოდ ბიოლოგია რო აღვადგინოთ ჭირდება რაღაცა საფეხურების გავლა, აი როგორ წარმოვიდგინოთ, ახლა ჩვენ რომ მხოლოდ ბიოლოგიაზე ვიმუშაოთ, წარმოვიდგინოთ ავტომობილი, რომელსაც ერთი საბურავი დაეშვა. ეს არის შენი რავის ბიოლოგიური მხარე. მე მეორე დაეშვა, ეს არის ფსიქოლოგიური მხარე. ფსიქოლოგიური მხარე რა არის, რომ ადამიანი განცდა გაქვს იმისა, რომ შეიძლება მოკვდე ხარ რო არ მოიხმარო. განცდა გაქვს იმისა, რომ სასოწარკვეთამდე ხარ მისული. რა საშინელ მდგომარეობამდე მიიყვანე შენი თავი მე ბევრი ბენეფიციარების ისტორია მაქვს რამოდენიმე ამონარიდი შეიძლება რა ვიცი მოუყვე დასახელების გარეშე ან არიან ადამიანები რომლებიც
ხვდებიან რომ მე ის მამა არ ვარ ამ შვილისთვის. გაიზარდა უკვე. მინდა რომ სამაგალითო ვიყო, მინდა რომ საყრდენი ვიყო ჩემი შვილებისთვის. ანუ ჩემ ცოლს დიდი ხანია ბედნიერება არ ქონია ჩემ გამო, იმიტომ რომ გადამყვა თან. დედა რომელიც უკვე პენსიაზე გავიდა, მე დაამდევს 45 წლის თუ რა ვიცი, რამდენი წლისაც არ უნდა ვიყო ადამიანს და საკუთარ ცხოვრებაზე ამბობს უარს. დავკარგე მეგობრები, რომლებიც ჩემი, რავი, საყვარელი მეგობრები იყვნენ, უბრალოდ არ მოიხმარდნენ და ეს ადამიანები დღეს ჩემ ცხოვრებაში აღარ არიან. რატო კარგავ ამ მეგობრებს? კი არა, კარგავ, მე თვითონ ვიშორებ თავიდან, იმიტომ რომ იწება ის სირცხვილის განცდით, აუ ეხა ის იმაზე დამიწყებს საუბარს, რატო არ უნდა მოვიხმარო და ვეცებ ადამიანებს, ვისაც ჩემნაირი პრობლემა აქვს, იმათთან კომფორტულად ვცნობ თავს, ის არ დამიწყებს იმის ჩიჩინს, რომ ეხა შენ ჭაობში ხარ და აქედან უნდა ავიდეთ და ასე შემდეგ. კომფორტულად გზნობ ადამიანთან თავს, რომელიც ჭაობშია და შენ ჭაობში ხარ და იქ კარგად ახარ. რა თქმა უნდა. გაუგიხარ, ანუ ის ადამიანები, ვინც ხელი შემშლელი ადამიანები ხდებიან, მოხმარებამდე მისას უგზავნა და იმათთან ურთიერთობა რა თქმა უნდა აღარ უნდა ადამიანს რა და ნელა საერთოდ იცვლის ამ სოციუმს და გარიყული ხდება რა, იმიტომ ისი რა ბავშვობის ოჯახიდან, ბავშვობის მეგობრებიდან და ასე შემდეგ. აი ეს ცენტრი არის ზუსტად ამ ადამიანებისთვის განკუთვნილი, იმიტომ რომ ბიოლოგიური ასპექტი რო აღვიდგინო, დაახლოებით 45 დღე მარტო ამ ბიოლოგიური ასპექტის აღდგენისთვის ჭირდება. ამ ეტაპებზე არის კრიზისული მომენტები. ეს კრიზისული მომენტები მოიცავს, ანუ გაყინული მაქვს ემოციები. დამოკიდებული ადამიანი ზოგადად არის ძალიან ემოციური ადამიანი. სულ აქვს ეს ემოციური კარუსელი, ხან ძალიან მაგარ ხასიათზეა, ხან ძალიან ცუდ ხასიათზეა. მეოთხე ეტაპზე ეს ხასიათი ხდება ერთი. აქვს ვითომ პრიხოდის განცდა, რომელიც სიამონებას ვეღარ ანიჭებს, უკვე იმას ვეღარ მისცემს, რასაც ეძებს და ნუ თავი ყოველთვის იმ პირველ მოხმარებას ეძებს. აქვს, რავი, ბრაზის განცდა და აქვს დანაშაულის განცდა. რო გითხრა ეხლა სიხარულის განიცდის და ბედნიერებას განიცდის და სიმშვიდეს განიცდის ნაკლებად. ამიტომ ამ ემოციებს სჭირდება გალღობა. მე ჩემი დასწავლილი პატერნები, ეს ნეირონები რო გავწყვიტო თავის ტვინში, მინიმუმ 45 დღე მჭირდება. მინიმუმ 90 ჯერ უნდა გავიმეორო ერთ და იგივე ქმედება, რომ ახალი პატერნი ჩამომიყალიბდეს. გამოჯანმრთელება არ ნიშნავს, რომ ვაი მე ნარკოტიკი ცუდია, ვაი მე თამაში ცუდია. ყველამ ვიცით, რომ ნარკოტიკის და თამაში არის ცუდი. უბრალოდ პროცესია. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია სკოლა შეწყვიტოს მესამე კლასში. ეგ იმას უარ ნიშნავს, რომ ვიცით 11-12 კლასის განათლებას მიიღებს და შეძლებს მე სამომავლოდ უნივერსიტეტში ჩაბარებას და ასე შემდეგ. მაგრამ ნებისმიერ შეუძლია. ნებისმიერ შეუძლია, რავი, ახლა აქედან ჩვენი ოფისიდან მცხეთაში ჩავიდეს ფეხით. ეს რეაბილიტაცია გთავაზობს კურსს, რომელიც არის მზა საკვები, შენ უბრალოდ უნდა შეჭამო. ძალიან რთულია ამ საკვების ჭამა ხოლმე, იმიტომ რომ ამ ცენტრში ადამიანების 99% მოდის გარე მოტივაციით. ამიტომ უჩნდებათ ხოლმე იმის განცდა, რომ როგორ ავხსნათ. აი ორ კვირაში უჩნდებათ იმის განცდა, რომ მე აბსოლუტურად ყველაფერი გავიგე ადიქციის შესახებ. ადიქციის შესახებ მედიცინამაც ვერ გაიგო აბსოლუტურად ყველაფერი. ეს არის პროცესი, რომელსაც ჩვენ ზენით ფეხს უდგავთ. ყოველდღიურად თუ არ განვითარდი, რაღაცეები რაც მუშაობდა გუშინ დღეს აღარ მუშაობს ის რაღაცეები. ამიტომ გჭირდება ნაბიჯების გადადგმა და ყოველდღიურად ახალ-ახალი ინსტრუმენტების სწავლა. ამიტომ გავდივართ ამდენ ტრეინინგებს და გადამზადებას, რომ რაც შეიძლება მეტი საჭირო ინფორმაცია მივიტანოთ ბენეფიციარებამდე. ხო, ეს მეორე ჩვენი პროგრამა, რომელიც უფრო ხანგრძლივია და რაზეც შენ ისაუბრე, რეალურად არის რომ 3 თვე ადამიანი იქ ცხოვრობს რა, განსხვავებით ამ 28 დღიანი ინტენსივის პროგრამისგან. 28 დღეიან პროგრამაზე როცა გვაქვს საუბარი, 28 დღე ცხოვრობს ადამიანი დახურულ სივრცეში, გარეთ სამყაროს მოწყვეტილი და შემდეგ აგრძელებს უბრალოდ გარეთ გამოჯანმრთელებას, მათთვის განკუთვნილი სპეციალური ჯგუფები და მენტორი წევს ხარდაჭერას. სადღაც 6-7 თვის განმავლობაში იგრძელდება ეს. ასევე არის ცოტა გრძელვადიანი, გრძელვადიანს რასაც ვეძახით, 3 თვე ადამიანი შიგნით ცხოვრობს, ხო? მოწყვეტილი გარეთ სამყაროს და მუშაობს განვითარებაზე და საკუთარი თავის განვითარებაზე. შემდეგ ესე 7 თვე გრძელდება და არის პოსტრეაბილიტაციური პროგრამაც, ხო? და მთლიანად კურსი არის 7 თვიანი. აი ამ კურსის განმავლობაში ერთისაც და მეორესაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. დამოკიდებული ადამიანის ოჯახის წევრებთან და თანადამოკიდებულებთან
მუშაობის პროცესზეც რო ვთქვათ, რომ თუ რა სამუშაოს წევს თქვათ ჩვენი გუნდი თანადამოკიდებულებთან მიმართებით. ინტენსიურად მუშაობს ოჯახის წევრებთან, იმიტომ რომ დამოკიდებული ადამიანი თუ არის დაოჯახებული, ესე იგი მინიმუმ 3 თანადამოკიდებული მაინც ყავს ოჯახში. ეს იქნება დედა, ეს იქნება მეუღლე და ეს იქნება შვილი. სტატისტიკა ესეთია თანადამოკიდებულებთან. თითოეულ ბენეფიციარს ყავს თავისივე მენტორი, რომელსაც აქვს მონიტორინგი ოჯახის წევრებთან და ჩვენ ვატარებთ დღის ცენტრში შემეცნებით სესიებს, ასევე მუშაობთ ინდივიდუალურად მათი ოჯახის წევრებთან, იმიტომ რომ ეს არ არის ადამიანის პრობლემა, რომელსაც დამოკიდებულება აქვს. ნარკოდამოკიდებულების პრობლემა. მე არაფერს ვაშავებ, მე არც მოვიხმარ, არც ვიპარავ, არც ვთამაშობ, არც ვალებს ვიღებ პირიქით. გადავყევი მთელი ცხოვრება ამას, ამის ვალებს, ამის პრობლემებს, სულ მხარში და გვერდში ვდგავარ. ზუსტად იგივე უარყოფა, რაც აქვს დამოკიდებულ ადამიანს. ამიტომ ამ ადამიანებსაც ჭირდება დაიბრუნონ საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისგებლობა. ისინი ცდილობენ გააკონტროლონ სხვისი ცხოვრება, ვერ გააკონტროლებს სხვის ცხოვრებას, რაც უნდა მაგარი სკილები გქონდეს ამის გასაკონტროლებად. აღიდგინონ ის რაღაცა მიზნები, რა მიზნებიც ქონდა, იმიტომ რომ თუ დამოკიდებული ადამიანი შინაგან სიცარიელეს მოხმარებით ივსებს, თანადამოკიდებული თავის შინაგან სიცარიელეს ივსებს თვითონ ამ დამოკიდებული ადამიანის. ემოციების მოხმარებაშია რა თქმა უნდა და ეს ინფორმაცია უნდა მივაწვდინოთ, უნდა მივიტანოთ, უნდა ვასწავლოთ როგორ თქვან ჯანსაღად არა, როგორ დაიცვან საკუთარი საზღვრები, როგორ გამოხატონ ის ემოციები, რასაც რეალურად განიცდიან, თორემ ეს ადამიანებიც მუდმივად წნეხში არიან, ხო? მეზობელი რა სიტყვის, აუ ეხა რაღაც ჩემი ნათესავს გამოვართვა ეს პული, სხვისთვის მაინც ეთქვა სირცხვილია, ყველა გაიგებს ეგ ისეთი ადამიანია, ყველას მოსდებს და სულ აქვს იმის განცდა, რომ სირცხვილია. თან მეორე ასპექტი აქვს მუდმივად განიცდის საფრთხეს. ვაიმე და ეხა სად არის? ეხა რა საკეთებს? ის ხო არ დაემართა, ეს ხო არ დაემართა. აბა ეხა მე თუ არ მივცემ ფულს, რამე რო დააშავონ და დაიჭირონ მე რა. გაუშვი გეთაყვა. ძალიან ბევრის გამსმენია, ისე აი თქვათ ციხეში მოხვდა ადამიანი და მე რო გამოდის და აუ იქ რო იყო რაწყნარად ვიყავი, რა მშობელი. შვიდად ვიყავი რა. თითქოს გონდა რომ გამოვიდეს ყველაფერს იზავს, თუ გამოიყვანოს ხო ციხიდან. მაგრამ მე ისევ ეწყება ეს შფოთები და შფოთვა და უბრალოდ იქ რო იცის რომ სადღაც ერთ ადგილას არის თითქოს წყნარად არის. ბევრის გამსმენია სულ ერთმანეთს კიდე რომ რა წყნარად ვიყავი რო იყო დაჭერი. ეხლა გამოვიდე და ისევ ვარ შფოთში და უბრალოდ ეგეც რაღაცა ის გამოვლინება ხო თანადამოკიდებული ის რომ სხვისი ცხოვრებიც ხო რა შენი ცხოვრება არ არის რეალურად რა. სხვათა შორის ჯგუფები, რომელიც ვახსენეთ, სადაც თანადამოკიდებულები არიან, თითეული ოჯახის წევრი იძახის, რომ ეხა მშვიდად მძინავს. რო ვიცი რომ ანდარი მშვიდად მძინავს. ეხა დავისვენე. ეხა ამას გწნობ, ეხა იმას გწნობ. რაღაცა დიდი ტვირთი მოშურდა. ესეთი განცდა აქვს, მაგრამ სამწუხაროდ ხანდახან ძალიან დიდი ძალისხმევის ჩადება მიწევს იმაში ხოლმე, რომ ყველამ ჩვენ საკუთარ ცხოვრებაზე ავიღოთ პასუხისგებლობა, რაც არ უნდა მაგარი დედიკო იყო, რაც არ უნდა მაგარი მეუღლე იყო, შენ თუ ყოველდღე მე რაღაცა გარკვეულ სირთულეებს და პრობლემებს მომეგვარებ, ჩემთვის პრობლემა უდრის, შენ მოგვარებას. ამიტომ ვეღარ აღვიქვ სირთულეს. საბოლოო ჯამში რომ მივიდივართ იქამდე, რომ დამოკიდებულებას ძალიან კომპლექსური მიდგომა ჭირდება რა. არ არის ის როგორც ახსენე, რომ ერთ ადამიანს ვისაც რაღაცა კონკრეტული რაღაცა ის ვთქვათ ნარკოდამოკიდებულება, მარტო იმას უნდა უშუალოდ და всё ყველაფერი კარგად არის. ხო, იქ თანადამოკიდებულებასთან უნდა ვიმუშაოთ და უფრო მეტი, ალბათ უფრო ხშირად. მეტი სამუშაოა თანადამოკიდებულებასთან და მე საზოგადოების ცნობიერების, საერთოდ ცნობიერების ამაღლება საზოგადოებაში ამ საკითხთან დაკავშირებით, რა. და რამდენიმე არჩევანი რომ გვაქვს ეგ მე მომწონს რა, იმიტომ რომ ვფიქრობ რომ რაც უფრო მეტი არჩევანი ექნება დამოკიდებულ ადამიანს რაღაც გამოჯამრთელების სხვადასხვა გზების და ეტაპები არსებობს ხო ეხლა ამ სხვადასხვა ეტაპზე მყოფ დამოკიდებულ ადამიანს ერთ იგივე პროგრამა შეიძლება დაეხმაროს მაგრამ ბევრმა შეიძლება ნაბიჯიც არ გადადგას რა და რამდენიმე არჩევანის შემთხვევაში უკვე ვფიქრობ რომ მეტი შანსი ჩდება უფრო მეტ ადამიანს დავეხმაროთ ასევე ნელ-ნელა და გადავიდე რაღაცა დღევანდელ სიტუაციაზე თქვა ნარკოპოლიტიკასაც რო შევეხოთ რა ეხლა რაღაცა სახელმწიფომ გადაწყვიტა რომ ცოტა უნდა გაამკაცროს მიდგომები და ბოლო
მოვლენებიდან გამომდინარე ძალიან ბევრი ნარკორეალიზატორია თქვა დაკავებული რა. ეხლა მინდა ვისაუბრო თქვა სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებაზე რა, რომელი ქვეყანა როგორ მიუდგა ამ პრობლემას და რა შედეგები აქვს რა და ესე რასაც გადავხედე მე რაღაცა ინფორმაციებს რო ვეძებდი, მე რაღაცა იდეალური ის არ არსებობს დღეს რა ამის. ყველა ქვეყანას რაღაცა თავისი მიდგომა აქვს და ყველგან რაღაც სხვადასხვა რაღაცა მუშაობს რა და ალბათ აი ჩვენთანაც რაღაცა ჩვენ მენტალიტეტზე მორგებული რაღაც პროგრამა თუ ნარკოპოლიტიკა უნდა შემუშავდეს, რომ ასე თუ ისე იმუშაოს. რაც მე თუ მკითხავ დღეს არაფერი არ არსებობს, რაღაც სხვა და სხვა მიმართულებები მუშაობს. იგივე ჩანაცვლებით თერაპია, თავისთვის იგივე დეტოქსები, თავისთვის იგივე ზიანის შემცირების პროგრამა არის, მაგრამ ეს ყველა რაღაცა თითქოს ცალ-ცალკე აკეთებს თავის საქმეს, რაც ერთად ეს თუ არ გაერთიანდა კომპლექსური არ გახდა, მე ვფიქრობ, რომ აზრს კარგავს რა. შედეგს ვერ დადებს რისთვისაც კეთდება. კი. და ვფიქრობ, რომ ნარკოპოლიტიკა მე თუ მკითხავ, საქართველოში ნარკოპოლიტიკა არ არსებობს რა ეს. და ჩემი აზრით. ჩვენი აზრით მაინტერესებს ამიტომ. სიტუაციის გამკაცრება ჩემ ბავშვობაში იყო ესეთი რაღაცა, ბავშვი თუ ტირო და მშობელი ეუბნებოდა ნუ ტირი ხარ თორე გცე. აი მაგას ნიშნავს ამ სიტუაციების გამკაცრება. მკაცრი მიდგომები ბავშვთან არ მუშაობს, ბავშვი ჭირდება რაღაც ნუგეში, შეცდომებზე უთხრა რომ არა უშავ შეცდომა ყველას მოდის და ვასწავლოთ როგორ შეგვიძლია ამ შეცდომის გამოსწორება. ხა ადამიანი თუ წაიქცა, ჩავარდა რაღაცაში, ხო არ მივდივარ და ვეუბნები, ჩავარდნილი ხარ და აბარა ცუდია. შეგვიძლია ხელი გაუწოდოთ, რომ ამ ორმოდან ამოვიყვანოთ. ნარკოპოლიტიკას რაც შეეხება, აი მაგალითად ამერიკას ქონდა ესეთი მიდგომა, ნულოვანი ტოლერანტობა ქონდა ნარკოდამოკიდებულების მიმართ. რამაც, რავი, 10 წლეულები ამუშავეს, მაგრამ არ გაამართლა. დღეს გადასულია იმ სარეაბილიტაციო სისტემაზე. მე მომწონს სკანდინავიის ქვეყნების მიდგომა, იმიტომ რომ დანერგილია სასწავლო პროგრამაში, გან აი ის რომ ვიცი რა მოხმარება ძალიან ცუდია და ამას იწევს. არა, უბრალოდ ბავშვები სწავლობენ, სკოლის მოსწავლეები და მათ შორის ბაღის მოსწავლეებიც. სწავლობენ როგორ გაუმკლავდნენ სტრესს, ჩანსაღად და რა გაქცევით. ხო, არის კიდე მაგალითად აი ამერიკის მაგალითი რო ვთქვით, 28 დღის იდიათ საიდანაც დაიბადა, დააზღვევა ეხმარება დამოკიდებულ ადამიანს, რომ გაიაროს 28 დღიანი სარეაბილიტაციო კურსი. ისრაელშია თუ კარგად მახსოვს ესეთი მიდგომა, რომ თუ ადამიანი წვეთს, რომ დაიწყოს გამოჯანმრთელება, სახელმწიფო ხელს უწყობს, რომ ეს საბანკო ვალები დაფაროს, მერე ეხმარება დასაქმებაში, მერე ეხმარება რესოციალიზაციაში, იმიტომ რომ კაი, აი, დავანებე დღეს მაგალითად მე მოხმარებას თავი. გავიარეს რეაბილიტაცია, სტრესსაც გაუწელი, ისიც თქვენი, ესეც თქვენი. მივედი იქ, მეუბნებიან რომ იცი რა, თქვენ ცუდი წარსული გაქვთ, გეთაყვა და აქ ვერ დაგაწყებინებთ მუშაობას. ყველას არ შეუძლია ხო პირადი ბიზნესი კონდეს ან მსგავსი რაღაცა. ჩვენ გვჭირდება, როგორ გითხრა, ერთ მუჭად შეკვრა გვჭირდება, იმიტომ რომ აი მაგალითად დეტოქსი დაეხმარა ამაში, რეაბილიტაცია დაეხმარა ამაში, სახელმწიფო დაეხმარა ამაში. აი ჩვენ თუ ერთად ვდგებით, შესაბამისად შეგვიძლია რომ დავამარცხოთ ეს ნარკოდამოკიდებულების დიდი პროცენტული მაჩვენებელი საქართველოში. ერთ რამეზე თანხმდებით, ალბათ რომ სახელმწიფოს ჩართულობის გარეშე ძალიან რთულია რაღაცა შედეგებს მიაღწიო. ჩვენი ძალებით რამოდენიმე სარეაბილიტაციო ცენტრი, ნუ რასაც ვაკეთებთ და პირველ ნაბიჯებს დგამთ, ისე ვფიქრობ მე. ეხლა ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი ძალებით უნდა ჩაერთოს სახელმწიფო ამ პროცესში. აი რო ახსენე რა სხვადასხვა ქვეყნები ახლა მათ რაღაცებს ვეძებდი და მაგალითად რა აი ისლანდიას აქვს ახალგაზრდების პრევენცია არის ძირითადი მიდგომა. პრევენციაზე აქვს აქცენტი გაკეთებული. ნუ აქ არის რომ ერთ-ერთი შედეგი რა მიიღეს. ახალგაზრდებში ნარკო და ალკოჰოლის მოხმარება ერთ-ერთი ყველაზე დაბალია რა. მაგრამ არის რა რომ ძელვადიანი პრევენცია არის, ანუ შორს მიმავალი გეგმებია და ნუ ერთადერთი თქვა შეიძლება თუ სუსტ ხარეთ რა თქვა ნელ-ნელა მოდის შედეგი. მე ვფიქრობ რომ ჯობია ნელ-ნელა მოვიდეს ეს შედეგი და მყარი იყოს და გრძელვადიანი, ვიდრე უცბად რაღაცა სწრაფი ეფექტივი იყო, მაგრამ ის მერე რაღაცა აღმოჩნდეს რომ საპნიანი ბუშტივით გასკდეს რა.
ანუ სხვადასხვა ხომ პორტუგალიას დეკრიმინალიზაცია აქვს მაგალითად და მაგრამ ყველგან რაც თავარი არის თქმაც მინდა თუ არის ნუ საჯელის ნაცვლად არის დამხმარება. სარეაბილიტაციო ცენტრების განვითარებაში იღებენ ძალიან დიდ მონაწილეობას და სკოლებში, აი ნუ პრევენციაზე მუშაობა. ყველას ეგ თითქმის ყველას ეგ აერთიანებს და კიდე ისლანდიის რა მომწონსა, რომ მშობელთა ჩართულობას აქცევენ ძალიან დიდ ყურადღებას, რაც როგორც ვილაპარაკეთ თანადამოკიდებულებაზე, ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ მშობლებმა აი ახალგაზრდა მოზარდებში და ბავშვებში სწორი მესიჯები მიიტანონ რა. კიდე აი რაღაც სხვადასხვა ქვეყნების ის მაქვს შეჯამებული და მეც რაღაცნაირად ჩემი აზრით ჩვენთან როგორ უნდა განვითარდეს პროცესი. მინდა რომ ჩემი აზრი ამასთან დაკავშირებით დავაფიქსირო რა. პირველ რიგში რომ საჯელის ნაცვლად კურნალობა იყოს. ოღონდ ეს კურნალობაც რა თქმა უნდა ძალიან შეიძლება ზოგადად ჟღერდეს, მაგრამ ამაზე მუშაობა უნდა დავიწყოთ, რომ რას ნიშნავს კურნალობა საჯელის ნაცვლად. ძალიან გრძელი თემა არის და ამას რო შევხვდეთ ძალიან გაგვიჭირდება, შეიძლება დავუთმოთ ერთი პოდკასტის სერია ამ თემას. კიდე ახალგაზრდების პრევენცია, ხო, ზიანის შემცირება აუცილებელია. დახმარების კომისიები აქვს პორტუგალიას, რა, დახმარება, დაავადებულ ადამიანს სჭირდება დახმარება. და ეს დახმარება რაღაცნაირად უნდა აღმოუჩინოთ. ანუ მაგითო ვიწოდე, კომპლექსური მიდგომები უნდა არსებობდეს. ის ჩანაცვლებითი თერაპია არის მძიმე დამოკიდებული ადამიანები ან რომელთაც უკვე უნდათ რომ ამ მდგომარეობაში იყვნენ. შეიძლება რეაბილიტაცია, მაგრამ არჩევანს დღეს არ ვთავაზობთ არაფერს. ჩვენ რა გვაქვს? ერთი გვაქვს დეტოქსიკაცია, დეტოქსიდან გამოვიდა და შემანთავრდება მისი ეგრეთ წოდებული გამოჯანმრთელება. მარტო ფიზიკური აბსტინენციის მოხსნით. ეხლა წამოვიდა ეს რეაბილიტაციო ცენტრები, რაც ნუ ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის სამწუხაროდ, იმიტომ რომ თანხებთან არის დაკავშირებული. იმიტომ რომ კიდე არავინ არ დასწვევა, არც სახელმწიფო არაფრიც არ რეაბილიტაციო ცენტრებს არ ეხმარება ეს რა და იმიტომ რომ გადავჩენს რეაბილიტაციო ცენტრები, ნუ რა თქმა უნდა რაღაცა შემოსავალი ჭირდებათ. ამიტომ ეს ხელმისაწვდომობა უნდა გაიზარდოს და არჩევანის საშუალება რო ექნება ადამიანს, ხო და გაივლის რეაბილიტაციასაც და რესოციალიზაციასაც და მე მაინც გადაწყვეტავს რომ მოხმარება უნდა, მაგათვისაც კი ხელშეწყობა უნდა იყოს, ხო? ზიანის შემცირება და ეს ჩანაცვლებით თერაპიას და პროგრამას რასაც ვიზარდეთ. არის მძიმე დამოკიდებულთათვის, გაქვთ შვეიცარიას აქვს რა, ნუ ჰეროინის პროგრამები აქვს იქ რა გაკეთდეს, მაგრამ რაღაცა უნდა არსებობდეს, რომ ძიმე დამოკიდებული ადამიანი მივიდეს ერთ კონკრეტულ ადგილას და მიიღოს იქ დახმარება პრეპარატი, ინსულინივით. რა არის ჩვენი რეალობა დღეს? ფაქტია, რომ ნარკო, ალკო, თამაში დამოკიდებულების პრობლემები დღეს საზოგადოებაში და ჩვენ ქვეყანაში არის ჭარბად და ამ პრობლემას სჭირდება მოგვარება. ჩვენ ვართ სტრუქტურა, რომელიც ეხმარება ადამიანს მოაგვაროს, აი როგორც თქვით, რომ დეტოქსი ბიოლოგიურ მხარეს ეხმარება ადამიანს, რომელსაც 4-ვე საბურავი დაშვებული აქვს, თუ 4-ვე საბურავს არ დაუბერავთ, ის მანქანა, რაც უნდა კარგად დაუბეროთ ერთი საბურავი, ვერ შეძლებს ფუნქციონირებას. ანუ ბიოლოგიური ასპექტის მერე იწყება ფსიქოლოგიური პრობლემები, ფსიქოლოგიური დეპრესია, შემდეგ სოციალური უნარები აღსაგდენი და ეს შინაგანი სამყარო. ფაქტია, რომ პრობლემა არსებობს. ფაქტია, რომ ამ პრობლემას მოგვარება სჭირდება, თორე სიჩუმე პრობლემას ვერ აგვარებს. სიჩუმე უბრალოდ აღრმავებს ამ პრობლემას და უფრო გრძელ ვადიანს ხდის. მე გადახმები იმ რაღაცებში, რაც შენ ჩამოთვალე და ეს დავამატებდი, რომ რაც შეიძლება მეტი მსგავსი პოდკასტები თუნდაც იმისთვის, რომ საზოგადოებამ მიიღოს, რომ დამოკიდებულებაზე ხმამაღლა საუბარი არ ტყიხავს. პირიქით გზა არის იმისგან, რომ გავთავისუფლდეთ. რაც არ უნდა გასული მქონდეს, ახლა მე მაიკა და ხელი ვიფარებ ამას თუ არ ჩამოვიფერთხავ, სულ გასვლილი მეხდება. შენასაც ამბობდი, რომ ეს აი აღდგენა, დეტოქსიკაცია, შემდეგ რეაბილიტაცია, ეს უკვე არის რომ ადამიანი პრობლემას აღიარებს. და კიდე ერთი ჩემთვის ყველაზე მთავარი, რასაც უვიზახი და ყოველთვის გავიმეორებ, სანამ ამაზე სერიოზული მუშაობა არ წავა და რაღაც ცოტა შევძლებთ ამის ადამიანებმა მიტანას, რომ ცნობიერების ამაღლება, მეტი ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ კიდევ ვიტყვი, გავიმეორებ, რომ რაღაცას ვცდილობთ ჩვენი ძალებით, რომ ადამიანებს ხმა მივაწვდით, რომ არ არის სირცხვილი,
ამაზე საუბარი არ არის დამოკიდებული ადამიანის ბრალი რომ თანადამოკიდებულია არც თანადამოკიდებულის არავის ბრალი ეს არის უბრალოდ დაავადება არავის არჩევანი არ არის რომ ვარ დამოკიდებული ხო არა უჩევი არავის აი ამას სჭირდება ძალიან სერიოზული მუშაობა და ვფიქრობ სახელმწიფოს ჩართულობა ამაში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება რომ ცნობიერების ამაღლებაში მოგვეხმაროს ჩვენ და სხვა იმ ადამიანებს ვინც ამ პრობლემის გარშემო ვართ გაერთიანებულები და ვცდილობთ რომ ადამიანებამდე მივიტანოთ ხმა რომ ამ აქედან არსებობს გამოსავალი და რომ დამოკიდებული ადამიანი არ არის დამნაშავე იმაში რომ დამოკიდებული